საზღვაო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებმა მალთაყვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. პლაჟი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავდა ყოფილი ტურისტული ბაზის მონაკვეთი. დასუფთავების აქციაში ქალაქის მერი ირაკლი კაკულიაც ჩაერთო. დღევანდელი აქცია მოეწყო ქალაქ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების და ეს არის ქართული ოცნების აქტივი, რომლებმაც გამოხატეს სურვილი საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ თავიანთი წვლილი მიიღოთ იმისათვის, რომ გასუფთავებულიყო აღნიშნული ტერიტორია. ჩვენ გვაქვს შეძენილი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად სპეციალური აპარატი, რომელიც წმინდავს ამ პლაჟს და სულ ცოტა ხანში ჩამოვა. ასევე სულ რამოდენიმე დღეში იწყება უკვე მალთაყვის საკურორტო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი და ეს ყველაფერი ერთად იქნება არა მარტო ჩვენი თანაქალაქელებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ეს აქცია ჩატარდა, გაკეთდა ბატონ ირაკლი კაკულიას ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების კეთილინებით და მოვახდინეთ შაბათ დღეს ამ მალთაყვაში სანაპირო ზოლის მოწესრიგება, დასუფთავება, რაც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ეს კარგი მესიჯი იქნება ყველასათვის, რომ გავიგე მეგობრებისგან აქციის შესახებ, სანაპირო ზოლის დასუფთავების გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ძალიან გაგვიხარდა, ფოთელები ყველა დავდივართ სარგებლობ და ყველას გვაწუხებს, ხო? ეს ანტისანიტარია. მომავალშიც ანალოგიურ აქციებს ზადვარ შევუერთდეთ და შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ მონაწილეობა და დასუფთავების. ქართული ოცნების ფოთის საქალაქო ორგანიზაცია ქალაქის სანაპირო ზოლის სხვა მონაკვეთების მოწესრიგებასაც გეგმავს.